მოგესალმებით, ეს Digital Tail-ია, მე კი ირაკლი ტარყაშვილი ვარ. ამ ვიდეოში ვისაუბრებ თუ რა განსხვავებაა Facebook ანგარიშსა და Facebook გვერდს შორის, ასევე შევქმნით Facebook გვერდს. დღესდღეობით უამრავი ბიზნესი მეტატექნოლოგიებს იმისთვის იყენებს, რომ სასურველი ინფორმაცია ციფრულ სივრცეში დაუბრკოლებლად განთავსდეს. ბრენდის ონლაინ არსებობა გარდაუვალია, რადგან მას არა მხოლოდ ბრენდის წარმომადგენლები, არამედ მომხმარებლები ქმნიან. შესაძლოა ბრენდის ონლაინ არსებობას საფუძველი ჩაუყაროს როგორც პოტენციურმა, ასევე პოზიტიურად თუ ნეგატიურად განწყობილმა მომხმარებელმა. ამიტომ ბრენდის ონლაინ არსებობის მართვა საუკეთესო გზაა ბრენდის სასურველი პოზიციონირების მისაღწევად. მეტატექნოლოგიები, რომლის შემადგენლობაშიცაა Facebook-ი, Messenger-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი, საუკეთესო და სპეციფიკური გზაა იმისთვის, რომ მოყვეთ ჩვენი ბრენდის ისტორია. ერთი უცეში მოუყაროთ თავის სამიზნე აუდიტორიას და გაუზიაროთ მათ საჭირო ინფორმაცია პროდუქტებსა და სერვისებზე. ასე რომ Facebook გვერდის შექმნით ადამიანებს გაუადვილებს შენი ბიზნესის აღმოჩენის გზას. ახლა კი რა განსხვავებაა Facebook ანგარიშსა და Facebook გვერდს შორის? პირველ რიგში, Facebook-ის ანგარიშის ქონა აუცილებელია Facebook-ის გვერდის შესაქმნელად. Facebook-ის ანგარიში პირადი კომუნიკაციებისთვის გამოიყენება, როგორიცაა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირება. ასევე მოიცავს კონფიდენციალურობის პარამეტრებს, რომლის საშუალებითაც გავაკონტროლებთ, რა სახის ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი სხვა ადამიანებისთვის. შეგვიძლია გავაზიაროთ პირადი განახლებები, ფოტოები და ვიდეოები. რაც შეეხება Facebook გვერდს, იგი განკუთვნილია ბიზნესისთვის, ბრენდებისთვის, საზოგადო მოღვაწეებისთვის და ორგანიზაციებისთვის. პირადი ანგარიშისგან განსხვავებით, გვერდი არის საჯარო პლატფორმა, რომლის მიზანიც აუდიტორიის ჩართულობა. ბიზნეს გვერდი გამოიყენება კონტენტის გასაზიარებლად, რეკლამების გასაშვებად და ანალიტიკისთვის. გვერდის სამართავად შესაძლებელია რამდენიმე ადამიანის დამატება სხვადასხვა წვდომის უფლებით. გვერდს არ ჭირდება მეგობრების დამატება, აუდიტორიას შეუძლია უბრალოდ მოიწონოს ან დააფოლოოს ის. Facebook გვერდის კიდევ ერთი უპირატესობა ონლაინ საზოგადოების შექმნა და მათთან დაკავშირება. შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ მომხმარებლისათვის შექმნათ ერთიანი სივრცე, სადაც ჩართულობით პოსტებით, რეკლამებით, კომენტარებით და პირადი შეტყობინებებით მუდმივ კავშირზე ვიქნებით. ამასთან, ბიზნესის აღმოჩენა ძალიან მარტივდება Facebook-ის ძიების ფუნქციის გამოყენებით. ახლა კი როგორ შევქმნათ ბიზნეს გვერდი? ამისათვის აუცილებელია შევქმნათ პირადი ანგარიში ან გამოვიყენოთ უკვე არსებული. შემდეგ გადავიდეთ Pages განყოფილებაში და დავაჭიროთ Create New Page, ახალი გვერდის შექმნა. ავირჩიოთ სახელი, რომელიც ასახავს ჩვენ ბიზნეს ან ბრენდს. შემდეგ შევარჩიოთ კატეგორია, რომელიც საუკეთესოდ აღწერს ჩვენ საქმიანობას. ავტვირთოთ პროფილისა და ქავერის ფოტო ბრენდის იდენტობის გასაძლიერებლად. შევახსოვთ About ველი, სადაც მივუთითებთ ბიზნესის საკონტაქტო ინფორმაციას, სამუშაო საათებს, ვებგვერდს და ასე შემდეგ. ასევე დავამატოთ მოქმედების ღილაკი, როგორიცაა მაგალითად Book Now ან Contact Us. Facebook გვერდი უკვე გაქვთ. ახლა კი თვალი გვადევნეთ, რადგან ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყოთ ციფრულ სამყაროში.